რა საერთო აქვს ჟელატინს და აგარ-აგარს და რა განსხვავებაა მათ შორის? ორივე შემასქელებელი აგენტია და გამოიყენება როგორც დესერტებში, ისე კერძებში. ჟელატინი ცხოველური წარმოშობის გამასქელებელია, აგარ-აგარი კი მიიღება წყალმცენარეებისგან. ჟელატინი ყოველთვის ლბება წყალში 1:5-ზე პროპორციით, ანუ 1 კოვზი ჟელატინი 5 კოვზი წყალი. აგარ-აგარის დამატება კი პირდაპირ პროდუქტში შეგვიძლია. ჟელატინს თუ დაამატებთ პროდუქტს და აადუღებთ, დაკარგავს თავის სასარგებლო თვისებებს და დესერტი თუ კერძი არ გამყარდება და მე მომწერთ ყველაფერი თქვენი რეცეპტით გავიმეორე და არ გამყარდა, რატო? აი ამიტომ. აგარ-აგარის შემთხვევაში კი პროდუქტში დამატების შემდგომ მისი წამოდუღება აუცილებელია. ჟელატინი ოთახის ტემპერატურაზე არასდროს გასქელდება, მას სჭირდება მაცივარი. აგარ-აგარი ოთახის ტემპერატურიდან 40 გრადუსიდან უკვე იწყებს შესქელებას. სტრუქტურულად და გემოს თვალსაზრისით მათ შორის მცირედი, მაგრამ დაკვირვებული თვალისთვის დიდი სხვაობაა. შეინახე ეს ინფორმაცია, გაუგზავნე მას, ვისაც სჭირდება და გამოიყენე. არაფრის